გამარჯობა. გესმით? ხედავთ? დამიწერეთ თუ უკვე ხედავთ და გესმით. გველოდები რომ დამიდასტუროთ. უკვე ხედავთ. მარი თამთა გამარჯობა. გამარჯობა მერი, მოგესალმებით. როგორ ხარ? კარგად, მადლობა, შენ როგორ ხარ? მადლობა, ასევე კარგად. ჩემო ძვირფასებო გთხოვთ, ვინც ახლა გხედავთ, დაგვიწერეთ 1-დან 10-მდე, რამდენად კარგად მხედავთ მეც თამთას და რამდენად კარგად გესმით ჩემიც და თამთასიც, ხო, დაწერეთ 1-დან 10-მდე. ეს პირდაპირ გამოვშვით 1, 5, 10, რა ვიცი, რაც გინდათ. მე ძალიან მიხარია დღეს ჩვენი განსაკუთრებული შეხვედრა და ჩართვა და სანამ ეხლა აქ შემოვიდოდი. სალამი, როგორ მომენატრე მეც ძალიან იმ დროს ვფიქრობდი სხვათაშორის შენზე და უნდა მოგწერო. ძალიან მიხარია. 10. всё, ხედავთ კარგად და გვესმის. სანამ მე აქ ჩავერთვებოდი, მემორი, კარგი რამეა, კარგი ფუნქცია მემორი, შემოვედი და Facebook-ზე გქონდა რაღაც პოსტი გაზიარებული, სადაც მე ვიყავი მონიშნული. ეს იყო 2023 წელს. და მინდა რომ აუცილებლად გამოვაქვეყნო ეს მემორი, იმიტომ რომ ეხლა არ ვიცი მე რო აქედან გადავიდე და გადავრთო სავარაუდოდ ეს ლაივი გაითიშება, მაგრამ დაახლოებით რა შინაარსის იყო მახსოვს, ეს ეხებოდა ძალიან ტრანსფორმაციას, რომლის გზაზეც მაშინ დადექი და როგორი იყო შენი და როგორია შენი დღევანდელობა და მიხარია რომ აქ ხარ და ამ ყველაფერს ახლა მოყვები გაზიარებ. ჩემო ძვირფასებო, ჯერ დაგაცნოთ თამთა ბანდურაშვილი, რომელიც არის ჩემი კოლეგა, პერსონალური ბრენდის მენტორი პირველი ნაკადიდან და ძალიან მეამაყება რომ ამ სიტყვებს ვამბობ. თამთა, მოდი მოგვიყევ, დაიწყე, გამოუშვი. პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ლაივი შედგა და დღეს აქ ვარ და მადლობა მოწვევისთვის და მეორე აუცილებლად უნდა ვთქვა ამ მემორიზე, იმიტომ რომ ამონარიდი მეც გავაზიარე და დღევანდელობა უკვე მივუწერე, იმიტომ რომ მე მაშინ ვთქვი, რომ აუცილებლად ავიღებდი პასუხისმგებლობას და აი აქ თქვენს წინაშე, შენს წინაშე მერი ვდებ პირობას, რომ მე შევქმნი უსირცხვილოდ მაგარ ცხოვრებას და იმ წუთიდან დღემდე დღეს ვთვლი, რომ მე შევძელი, იმიტომ რომ მაშინ უბრალოდ ვიყავი თამთა, დაწკუნული, რაღაც ახალ ნაბიჯებს გავდა ცხოვრების გზაზე, ეს არ იყო მარტივი, ძალიან რთული იყო და მაშინ რო ვიღაცაც ეთქვა, რომ შენ 2 წელში იქნები პერსონალური ბრენდის მენტორი, ცხოვრებ ისეთი ხარისხის ცხოვრებით, როგორითაც დღეს ვცხოვრობ და ძალიან მადლიერი ვარ ჩემი თავის, იმიტომ რომ როდესაც აი ზუსტად ეს დავწერე, რომ როდესაც ადამიანი იტყვი, შეიძლება იმ წუთას არ გჯეროდეს, მაგრამ უბრალოდ გააჟღერებ, რომ დიახ, მე შევძლებ, მე ამას გავაკეთებ. თითქოს სამყარო, გარემოება, გარემოცვა, სირთულეებიც, ადვილი მოვლენებიც ყველაფერი ხელს გიწყობს და მიდიხარ ზუსტად იქ, სადაც უნდა მიდიოდე და მადლიერი ვარ პირველ რიგში ღმერთის, რომ შენ გაგიცანი თავის დროზე და პერსონალური ბრენდი ჩემთვის სუბიექტურად ძალიან საყვარელი თემაა ზოგადად და ამაზეც ვისაუბრებ. ძალიან მიხარია. მოდი ახლა მოვყვეთ უფრო მეტი. რითი დაიწყო ეს ყველაფერი? იყო მაშინდელი ცხოვრება, როცა გადადროა თავიდან პერსონალურ ბრენდს შეეხე უკვე და გაიგო რა შესაძლებლობები იქნებოდა აქ. გახდებოდი უკვე მანამდეც კი, რომ ესეთი გამოცდილება გქონდა. აი როგორი იყო მაშინდელი შენი ცხოვრება? ჯერ უბრალოდ აწერტილი მოვყვეთ და მერე უკვე გავაგრძელოთ. მოდი სულ თავიდან დავიწყებ. მერი რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ პერსონალურ ბრენდთან რო ვიძახი, რომ აქვს სუბიექტური დამოკიდებულება, რატომ აქვს ეს მინდა კარგად ახსნა, იმიტომ რომ დღევანდელობიდან გამომდინარე რომ მიყურებენ, რატომღაც გონიათ, რომ ეს ყველაფერი ასე იყო. ყოველთვის ასე ხდებოდა, ეს მე ყველაფერი ხელს მიწყობს და ამიტომ გამომივიდა და აუცილებლად უნდა გავაჟღერო, იმიტომ რომ არაფერს საერთოდ ხელს არ მიწყობდა გარდა ჩემი მონდომებისა და იმ დაჟინებულობისა, რომ მე აქ ხედავდი ჩემს თავს. ეხლა დავიწყებ თავიდან ის, რომ
როგორ გაგიცანი საერთოდ პირველად ეს უნდა ვთქვა. უბრალოდ ხედავ Facebook-ზე ამომიგდო მერის ფასიანი რეკლამა, სადაც ვებინარს აანონსებდა და ვიძახი, რომ ეხლა მე ისეთ ადამიანებთან მაქვს ტრენინგები მოსმენილი, გავლილი, რომ ეხლა ამ პატარა გოგო მე რა უნდა მასწავლოს და მახსოვს ვებინარის ბოლოს რომ ვიღებ ტელეფონს და ახლავე ვიხდი მინდა პერსონალური ბრენდის კურსი. მაშინ მე ვიყავი ლიდერი ქსელურ მარკეტინგში, MLM სისტემას ვქმნიდი და მე მახსოვს, როცა მოქმედებები დავიწყე, როგორი განსხვავებული ვიყავი, როგორ ადამიანებმა საერთოდ სხვა თვალით დამინახეს, როგორ გაიზარდა რეკრუტირება, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რამდენი უნიკალური პროექტი შევქმენი პერსონალური ბრენდიდან გამომდინარე, როგორ მუშაობდი სტრატეგიაზე, როგორ მოდიოდა წარმატებაზე, როგორ ვიყავი უკვე როლური მოდელი, რომელსაც ადამიანები უბრალოდ აკოპირებდნენ და მანამდე თუ მე სხვის პოსტებს ვაკოპირებდი და რაღაცები მომწონდა, მერე დაიწყეს ჩემი დაკოპირება სიტყვით და ეს ძალიან ისეთი მაგალითი იყო. თუმცა ამ ყველაფრის მერე იყო სირთულე ამ სტრატეგიის მუშაობის შემდეგ, როდესაც მე მივიღე ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება და როდესაც ძალიან რთული პერიოდები მქონდა ფინანსურად, მორალურად, ძალიან გატეხილი ვიყავი და მე მაშინ მახსოვს, რომ ერთადერთი გზა, რამაც იქ მდგომარეობიდან გამომიყვანა იყო ის, რომ ჩემი უკანასკნელი ფული ხელახლა ჩავდა პერსონალური ბრენდის სტრატეგიაში, იმიტომ რომ შენ გახსოვს ალბათ ეს პერიოდი, მხოლოდ 5 ლარით დავრჩი მეგობრებო და ამაზე ხშირად ვსაუბრობ ხოლმე. მართლა მხოლოდ 5 ლარით დავრჩი, მაგრამ ვიყიდე პერსონალური ბრენდის სტრატეგია, შევცვალე ბრენდბუქი და ზუსტად იმის დამსახურება იყო, რომ აი რთული მდგომარეობიდან ძალიან მარტივ მდგომარეობამდე მივედი. იყო ძალიან ბევრი მუშაობა და უნდა ვთქვათ ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს უნდა რომ ქონდეს უკეთესი ცხოვრება, უნდა რომ უფრო მეტი ფული გამოიმუშაოს და ძალიან კარგად იყოს, მაგრამ არაფერს არ აკეთებს ამისთვის. არასდროს არ მჯერა იმის, როცა ვინმე მეუბნება, რომ მე არ მაქვს ფული, რომ გავიარო ეს კურსი და ასე შემდეგ, არ მჯერა. მართლა არ მჯერა, იმიტომ რომ მაქვს თამთას მაგალითი, ცოცხალი მაგალითი, თამთას, რომელსაც მართლა ფული არ ქონდა. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა რეგიონშია, მარტო დარჩა, მრავალშვილიანი დედა, არ იცის რა გააკეთოს, ყველაფერი რო თავზე გემხობა, ქირით უნდა გადახვიდე ეძებო, აი საერთოდ არ იცი რა ქნა და ამ დროს იხდი ყველა ფულს, რაც გემოხი, დაჟე არ ყოფნის და განვადებით გააკეთე, რომ გაინაწილო და ასე შემდეგ და 5 ლარით რჩები. ამას ბევრი არ გააკეთებდა და ზუსტად ამიტომ აქვს თამაში დღეს ის შედეგები, რაც აქვს. მეც შემიძლია იგივე ვთქვა, რომ ჩემი გზის დასაწყისში, როცა მეც ვსწავლობდი ამ თემებს, არ მქონდა გადადებული 10,000, 15,000, რომ კურსებში გადამეხადა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა ვარიანტში ვამბობდი, რომ მე ეს მინდა, მე ეს მექნება. არ ვიცი როგორანაირად, მაგრამ დღემდე ესე ვარ, ჩემი სურვილები ვიცი, რომ ეს არის კანონი, რომ მე თუ ეს მინდა, მე ეს მექნება და არასდროს ხალხო არ უნდა გაგაჩეროთ იმ აზრმა, რომ აი ფული არ მაქვს, თორემ დავიწყებდი. ფული რომ გქონდეს, მაგიტომ უნდა დაიწყო დღეს. და თამთას მაგალითი კიდე არაფერია, სხვებთან შედარებით ვამბობ, იმიტომ რომ ესეთი რთული ფინანსური მდგომარეობით მოსულა, აი პირდაპირ თავშესაფრიდანაც კი და მოსულან ჩემთან პროგრამებზე. ასე რომ მე ხა ის კი არ მინდა რომ ყველა ესე იქცეოდეს. უბრალოდ იმას ვამბობ, რომ არ არსებობს მიზეზი და მით უმეტეს ფული არ არის იმის მიზეზი, რომ ადამიანმა არ შეცვალოს თავისი ცხოვრება. ეხლა რაც ცვლილებებს. ზუსტად იმის ხარჯზე, რომ შენ რა მოხდა შემდეგ. დაინახე შენს თავში, რა უნიკალური პოტენციალით შენ გქონდა, რა შესაძლებლობები გქონდა, რასაც მანამდე საერთოდ არ იყენებდი. იყო შენთან სფეროები, სადაც შეგეძლო ფულის გამომუშავება და იქ შენ ფულს საერთოდ არ გამოიმუშავებდი. უკვე აი როცა შენს ბრენდბუქზე დავიწყეთ მაშინ მუშაობა და რის ხარჯზეც მერე უკვე ყარა დადექი, ესე ვთქვათ, ფეხზე ამ ცხოვრებაში უკვე. მოდი ახლა აი ამ ნაწილზე მოვუყვეთ ადამიანებს. რა იყო შემდეგ? შემდეგ იყო ის, რომ დავიწყე უკვე ოფიციალურად როგორც მენტორმა საკუთარი საავტორო პროგრამების შექმნა.
რომელ პროგრამებსაც დღემდე გადიან ადამიანები ძალიან აქტიურად და უკვე დაახლოებით 100+ ადამიანს ვარ 100+ ადამიანთან მაქვს ჩატარებული ჩემი გამდარი. საავტორო კურსი გაყიდვადი კონტენტი, რომელიც მთლიანად საკუთარ გამოცდილებებზე აღებული და ყველა ის ცოდნა მაქვს იმაში მოგროვილი, რაც პირადად მე მიკეთებია. პლუს ამას შევქმენი ისეთი სასარგებლო კურსი, როგორიც არის ვიდეოს რედაქტირება მარტივად, იმიტომ რომ უამრავ ადამიანს არ ესმის ტერმინები და მე დავინახე ის სირთულე, რასაც ისინი თუნდაც ძვირადღირებულ კურსებზე აწყდებოდნენ და მინდოდა გამემარტივებინა. საქმე იცით რაშია, რომ მთლიანად გადმოვედი მენტორობაში, ანუ საერთოდ საკუთარ თავზე ვარ დამოკიდებული. ყველაზე მაგარი რა არის, იცით, როცა პერსონალურ ბრენდზე მუშაობ, რომ შენს თავს აღარ უყურებ სიმცირიდან გამომდინარე, უყურებ სიუხვიდან გამომდინარე და ზუსტად როცა აი თუნდაც ყოველდღიურად თუნდაც ყავას ვსვამ თამთა, რომელიც აი იქ დაწერა თავის, ასე ვთქვათ, მე, რომელსაც ქმნის და საითაც მე მივდივარ ჩემი სტრატეგიით, ის ამ ჭიქიდან დალევდა. ანუ ყველაფერს უკვე უყურებ იმ მომავლიდან, რომელსაც თამთა ქმნის. და რომელიც თამთამ გაწერა თავის ბრენდბუქში, რომ აი თამთა ეხლა აქეთ მიდის. და როდესაც მომავლიდან ქმნის შენს აწმყოს, ეს არის ყველაზე სწორად გადადგმული ნაბიჯები და პერსონალურმა ბრენდმა დამანახა ის პოტენციალი, რაც რეალურად მე მქონდა. აი ამაზე აქტიური მუშაობით უკვე საავტორო კურსების მფლობელი ვარ და მივხვდი, რომ მე არ მჭირდება სადღაც ასე მივიდე, ვიმუშაო, დავთანხმდე. მასე იმუშაო. დავთანხმდე იმაზე, მყავდეს უფროსი, საერთოდ ვეღარც კი წარმომიდგენია, რომ მყავდეს უფროსი და რაღაცა წესებს ვემორჩილებოდი იქ, სადაც საერთოდ წესებს ვადგენ თვითონ და ყველაფერი არის ისე, როგორც მე მინდა. ამაზე ვერც ვიოცნებებდი ხალხო. მე ასე ცხოვრებას მიჩვეული არ ვიყავი, დღეს რომ მაქვს ეს გაბრწყინებული და განათებული თვალები არის იმის დამსახურება, რომ მე პერსონალურ ბრენდზე მუშაობამ და საკუთარ თავზე ძალიან დიდმა მუშაობამ მომიტანა ეს შედეგები. ეს არ ყოფილა უბრალოდ რომ რაღაცები მოვისმინე და გავატარე, არა, ეს არის ყოველდღიური მუშაობა და მიყვარს იმის თქმა, რომ პერსონალური ბრენდი ეს არის მარათონი და არა ერთჯერადი რაღაცა სწავლება, რომ აი ახლა ვისწავლე და მოდი კარგად ვიყავიქტორე. სამჯერ ბრენდბუქი მაქვს უკვე შეცვლილი, შეიძლება 4ჯერაც არ ვიცი. ვიპოვი ფაილები და ყველაზე მაგარი გზნობაა, რომ რასაც გაწერ შენს ბ-წერტილში, C-წერტილში, მასტერობაში, რასაც წერ და რომ გადახედავ რამდენიმე თვის შემდეგ და ეს ყველაფერი გაკეთებული გაქვს. დღეს ვარ ეტაპზე, როდესაც ჩემს საავტორო წიგნს წერ, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ძალიან დიდი შეხედულებები მაქვს, ძალიან აი ზუსტად პერსონალური ბრენდიდან გამომდინარე ვაკეთებდი იმ უნიკალურ პროექტებს, რომელმა პროექტებმაც ძალიან სხვა თვალით დამანახა ქსელური მარკეტინგი და ამ გამოცდილებაზე ვწერ სასწავლო წიგნ ტრენინგს, რომელიც აი ყველა იმ ადამიანს დაეხმარება, ვის ოჯახშიც თუნდაც ერთი ადამიანია, რომელიც ქსელურ მარკეტინგში არის დღეს და რომ არა პერსონალური ასეთი რაღაც პირველად არის. პირველად არის კი საქართველოში არ არსებობს წიგნი ქსელურ მარკეტინგზე, მით უმეტეს ეს იქნება ჩემი პირადი ისტორიებიდან, გამოცდილებიდან, ჩემი ზუსტად იმ შექმნილი პროექტებიდან გამომდინარე, რაც გამოვცადე, რაც გავიარე და რაც გავაკეთე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს დავეხმარები, ზუსტად ვიცი. შემდეგი ნაბიჯი უნდა ვთქვა, როდესაც ახალ წელს ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ერთადერთხელ შემეშინდა პასუხისმგებლობის აღების, როცა მე მითხრა, რომ პერსონალური ბრენდის მენტორების პროგრამა ქონდა და ძალიან შემეშინდა, იმიტომ რომ იყო მარტოხელა დედა, ცხოვრობდე ქალაქში, სადაც დამხმარე არ ყავს, ქონდეს უამრავი ვალდებულებები ფინანსური, ხო, არ არის ეს მარტივი, როდესაც სულ მარტო ხარ და არავინ არ გეხმარება და შენს თავზეა ყველაფერი და ამ დროს თითქოს ოცნება მოდის შენთან, რომ თან რა არის, იცით, წინა 2 თვეები მეორებ, რომ მე ვარ მოთხოვნადი მენტორი და უცბად მე მირეკავს და მეუბნება, რომ მენტორებისთვის სასწავლო კურსი აქვს, რომელიც არც თუ ისე იაფი არ ღირს ახლა ჩემთვის და არც თუ ისე ხელმისაწვდომია და ვურეკა ყველას. თუ კი ვინმეს შეუძლია მითხრას, რომ მოდი თამთა ჯერ თავი შეიკავე, აბსოლუტურად ყველას დავურეკე, რომ შინაგანი ხმა მეუბნება, რომ უნდა ვისწავლო, მაგრამ რაღაც ის ლოგიკური მშიშარა ნაწილი თვითმარქვია მეუბნება, რომ ვერ შეძლო ამ თანხების გადახდა და რომ ვერ შეძლო აი რომ ვერ გამოუყვე, იმიტომ რომ თან უნდა იმუშაო და ნუ მოკლედ ვეძებ ხალხს, ვინც მეტყვის, რომ თამთა მოდი დამიდასტურებს, რომ ჯერ არა. და ის ადამიანებიც კი გადაგაფიქრებინებს ვინმე. ვინც გადამაფიქრებინებს და ის ადამიანებიც კი, ვინც სხვა დროს მეტყოდნენ, რომ მოდი ხა ეს კურსი რო არ გაგიარა, ცოტა დაგესვენა.
აბა რა უნდა ქნა? უნდა გაიარო ხო რა პირი შეკარით მეუბნე ვიღაცა მითხარით რომ არ უნდა ვისწავლო ახლა და ცოტა მომდევნო დაკატზე მივიდე რა დაგემართა. მოკლედ ხალხო კიდევ ერთი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, კიდევ ერთი შიშთან დაპირისპირება და გადადგმა ნაბიჯის, რომელმაც მე მომცა ისეთი პროფესია, რისკენაც ქვეცნობიერად მივდიოდი ყოველთვის, იმიტომ რომ ქსელურ მარკეტინგშიც მე მენტორობის გზა მქონდა არჩეული, სწავლების გზა მქონდა არჩეული და მქონდა სურვილი, მძაფრი სურვილი, რომ ადამიანებს დავხმარებოდი ცხოვრების შეცვლაში. მე რიმ კარგად იცის, რომ ეს ჩემი ღირებულება იყო განსაკუთრებით, რომ მე მინდა ამ ქალებს ისე შევაძლევინა ცხოვრება, რომ აი თავისი ოცნების ცხოვრებაც კი რომ ვერ წარმოუდგენიათ, აი ამაში დავეხმარო და მე ვთვლი, რომ მაშინდელი ნაბიჯებითაც შევძელი რაღაც მომენტში ადამიანებისთვის ცხოვრების შეცვლა და ეხლა ხო ვცლი დავცლი, როდესაც საკუთარი პროექტები შევქმენი. რაც შეეხება ეხლა ამ პროფესიაზე ვთქვათ რა, პერსონალური ბრენდის მენტორი, ანუ რას ნიშნავს იყო რა შესაძლებლობებს უკავშირდება, როგორი ყოველდღიურობა უდრის ამ პროფესიას, ანუ ყოველდღე როგორი ხარ, რას აკეთებ, ვინ ხარ. და მერე უკვე რამდენად შემოსავლიანი იქნება და ეს თემებიც მინდა რომ განვიხილოთ. კი ბატონო. რას აკეთებ ყოველ დღე? როგორია მენტორის ცხოვრება? პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ მე არ ვიცი მე რის ქონდა ის კადრები, როდესაც მე ვნახე როგორ საუბრობს ჩემზე ჩემი მენტი და შედეგები, როდესაც დადო ამ ადამიანმა და აგატირა თუ არა? ხო და მახსოვს რომ ვიტირე როგორც მენტორმა, იმიტომ რომ მე იმ ადამიანის ცხოვრებაში ვიყავი გარდამტეხი მომენტი. მე დავეხმარე ამ ადამიანს იმაში, რაზეც ვოცნებობდი, რომ მე ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა. იყო პერსონალური ბრენდის მენტორი ნიშნავს, რომ უბრალოდ სიკეთე აკეთო შენი საქმიანობით, იმიტომ რომ თუ წინ არ მიყავს ადამიანი, უბრალოდ არ აძლევ გაჩერების უფლებას. ოღონდ რა თქმა უნდა, თუ ამ ადამიანისგანაც სულ ვიძახი, რომ აი მე რომ ხელს ჩამოგართმევს, შენც უნდა ჩამომართო, რომ ჩვენ ამ ყველაფრის გაკეთება შევძლოთ და ძალიან რთული кейსიდან ძალიან მაგარი შედეგები დაიდო, რასაც არ ველოდი და აი ამ შედეგების დაჟღერებაზე და თვითონ მადლიერების მოსმენაზე, რომელსაც ჩემი მენტი ჩემს მიმართ გამოთქვამდა, მე უბრალოდ თავი ვერ შევიკავე და ავტირდი ბოლო შეხვედრაზე და როცა თვითონ გეუბნეოდა, რომ თამთა შენ ყველას სჭირდები, თამთა შენ არ იცი რა გააკეთე ახლა ჩემს ცხოვრებაში და ამ დროს თამთა ეს იყო პრაქტიკის ფარგლებში ხალხო, ვინც ახლა ისმენთ პერსონალური ბრენდის მენტორების მოსამზადებელ პროგრამაზე, თავიდან გასავლით თეორიულად და მერე უკვე გაქვთ პრაქტიკა, ნუ რეალურ ადამიანებთან მუშაობ და ამის საშუალებას გაძლევთ, რომ იქ გამოსცადოთ საკუთარი თავი და აი ესეთი პრაქტიკა რო ქონდა თამთას, იქ იყო უკვე ეს ცრემლები და ეს ტრანსფორმაციების ზრდა, იქ რაც მერე ყველაფერზე აისახა აბსოლუტურად და ეხლა უკვე თამთამ დაასრულა უკვე სწავლა და უკვე პროფესიონალი მენტორია, უკვე თავისი кейსებით, უკვე თავისი ცხოვრებით და აი ახლა ამაზე ვთქვათ, მოდი აი გულწრფელად, ჩვენ უკვე დაწყებული გაქვს სოციალურ ქსელებში ამაზე უკვე გააჟღერე, რომ აი მენტორი გავხდი, ამას ვაკეთებ, უკვე შედეგებზეც მოყევი ხო, რაც იმუშავე შენ кейსებზე. როგორია მოთხოვნა? ამ თემის გარშემო, როგორია ინტერესი? წამოვიდა მოთხოვნა, სხვათა შორის იყო ესეთი შეფასებები თავიდან, როცაავლაპარაკდი, რომ იმდენად საინტერესო თემა შეეხე, რომ აი ამაზე მაკლდა საუბარი, ეს მაინტერესებდა. დავიწყე ბლოგის აქტიურად კეთება, იმიტომ რომ მინდა რომ აი პერსონალურ ბრენდზე ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგოს. მე სუბიექტურად ვარ შეყვარებული, იმიტომ რომ შევცვალე საკუთარი ცხოვრება, პრაქტიკის დროს დავინახე, როგორ შემიძლია ბრენდინგით შევცვალო სხვა ადამიანების ცხოვრებაც და დავეხმარო უბრალოდ მათ მიზნის მიღწევაში, რა მიზნითაც მოდიან, ხო? ყველა სხვადასხვა მიზანი შეიძლება კონდეს, როდესაც მოდის და მოთხოვნა წამოვიდა იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანებმა დაინახეს, რას ვაკეთებ, დაინახეს, რომ ძალიან აქტიური ვარ, თვითონ დაინახეს ჩემი ცვლილება, ჩემი ტრანსფორმაცია იმ დროიდან ამ დრომდე და მიხვდნენ, რომ ეს რაღაცების დამსახურება იყო და რომ დაინტერესდათ რისი დამსახურება იყო და გაიგეს, ახლა უკვე ელოდებიან, რომ ოფიციალურად გაყიდვაში როდის ჩაუშვებ ჩემს მენტორებს. როგორც ბრენდის მენტორი უკვე ამ კურს, პერსონალური ბრენდინგის კურსი როდის ჩაუშვებ?
პირობა, პირობა. პირობას რადგან ვდებდა იქიდან გამომდინარე, რომ პირველ კლასელის დედიკო ვარ, მე ვფიქრობ, რომ 20 სექტემბრიდან ოფიციალურად მიღებები მიიღება. ენაჩვალე, პირველ კლასში შედის უკვე როგორ გაიზარდა. როდიდანო ეგ გამომრჩა? 20 სექტემბრიდან უკვე ოფიციალურად ჩავუშვებ, რომ დავალაგებ და სკოლას მივაბარებ ჩემს პატარას. აჰა, კარგი. კარგი, 20 სექტემბერი. ძალიან კარგი. რომ სექტემბრიდან და ამ პირობა შევასრულებ აუცილებლად. აჰა, ჩვენი მენადებიან ჯერ იმათ დაურეკო. ძალიან კარგი. მოკლედ 20 სექტემბერს იწყებ უკვე 10 ადამიანით მინიმუმ, იმიტომ რომ 20 სექტემბრამდე სულ დღეს დაგეწყო გამოჩენა, 20 სექტემბრამდე უკვე ბევრ დაინტერესებულ ადამიანს გამ. აუცილებლად, მაგრამ ზუსტად ისე მინდა როგორც დავგეგმე რომ იყოს, იმიტომ რომ მაინც რაღაცა ისეთი მომენტია პირველ კლასელობის დედობა, რომ მაქსიმალურად მინდა ეს პერიოდი შევირგო, დავაგემოვნო, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ემოციურად გვდგები ნანის ყოველ ახალნაბიჯს და აი ნახეთ პერსონალური ბრენდინგის საშუალებას მაძლევს, ეს ხო ძალიან მაგარია, რომ მე როცა მინდა მაშინ ვიწყებ საქმიანობას, მე ვირგებ რომ პირველ კლასელის მე ვირგებ ჩემ შვილთან ერთად და ახლა მიგიღებთ. თქვენ ჯერ ვერ მიგიღებთ. თქვენ მოიწევთ. ძალიან მაგარია მართლა. ამის ფუფუნება ბევრს არ აქვს და მე მიმუშავია ისეთ სამსახურში, სადაც ზეიმზეც ვერ წავსულო რა თუ და ექსკურსიაზეც ხო რაღაც მომენტში არა თუ წავსულიყავი, აი ესე მეთქვა რომ აი ახლა კი არა, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რომ ეს ცოდნა ძალიან დიდ მომავალს მაძლევს, ძალიან აწმყოს ხომ მიქმნის ჯერ და მომავალს დაცულობის და სიმშვიდის შეგრძნება, იმიტომ რომ არავისთან ვალდებული არ ვარ, მხოლოდ საკუთარ თავთან და მე თვითონ განსაზღვრავ რა როდის როგორ გავაკეთო და თან ვიცი რომ ყოველთვის მექნება შემოსავალი. კი. და იცი ყოველ შემთხვევაში დეკომპოზიცია. ესე მე თვითონ მკითხავ. იცი როგორ გამოიმუშავა 10,000 თვეში, ყოველ თვე. 20,000 როგორ გამოიმუშავა შენი საქმიანობით ყოველ თვე? ვიცი. ანუ მართლა მშვიდად ხარ ამ დროს, როცა იცი ეს როგორ გააკეთო. დრო ადამიანები სამსახურში რამდენი წგინა იმდენი მწერს, რომ მე სამსახურში ვარ და ეხლა ვფიქრობ ფული საიდან ვიშავა. და ამ დროს შენ, როცა ამ 10,000-ზე, 20,000-ზე და მეტზეც და ბევრად მეტზეც ახვალ, იმით რომ სახლში ხარ, ან მოგზაურობ საერთოდ. ბავშვთან ერთად შეგიძლია დრო გაატარო. ეს შენი შემოსავალი შეიძლება პასიური იყოს საერთოდ, შეიძლება აქტიური იყოს, ან კომბინირებული რაღაც ნაწილი. პასიური შემოსავალი მოდის, რაღაც ნაწილი აქტიური შემოსავალი, რომ მენტორი ხარ და ამ წუთას მუშაობ და პრაქტიკა გაქვს, ხო, აყვანილი ყავს ადამიანები. ძალიან მაგარია. ანუ ჩემთვის ეს თავიდან იყო აღმოჩენა. იცი რა უნდა ვთქვა, აი პერსონალურ ბრენდინგს სანამ გავივლიდი, მანამდე მე არ ვიცოდი რომ სხვადასხვა კალათები შეიძლებოდა მქონოდა, სადაც სხვადასხვა კვერცხებს ჩავალაგებდი, რას გულისხმობს, სხვადასხვა ფასიანი პროდუქტები. პროდუქტები, როდესაც უბრალოდ წამოწოლილი ვარ და თავისით მოაქვს ფული. და ამას წინათ, როდესაც აუში ვიყავით მე და ჩემი მეგობარი და რომ შემოვიდა ჩარიცხვის მესიჯები, ღმერთო როგორ მიყვარს როცა ეს ვისვენებ და ფული მოდის, იმიტომ რომ მე ვისწავლე მე ვისწავლე როგორ ვაკეთო იმდენი, აი ხანდახან მე თვითონ გავჩერებული. რამდენი წინდა როგორ? გავჩერებული. მოდი დღეს დავისვენებ, იმიტომ რომ დღეს მაგრამ მაინც შემოსულა, იმიტომ რომ შენს ქმედებას ყოველთვის მოაქვს შედეგი. გააქვს სხვადასხვა ფასიანი პროდუქტი, რომელსაც სხვადასხვა სტრატეგიით ყიდი, ზუსტად იცი როდის რისთვის რა უნდა გააკეთო და გააქვს გაყიდობის სქემა, რაც მთავარია და უბრალოდ სტორებში გამოჩენაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მიიღო ახალი, ასე ვთქვათ, მენტები და აიყვანო ახალი ადამიანები შენს კურსზე. ამიტომ ძალიან მარტივია ამას წინათ უბრალოდ სოციალური ლაივი დავტესტე და რა ვიცი საერთოდ გაყიდოს არ ვაპირებდი და ძალიან ბევრი გაიყიდა ასე რომ როცა გააკეთებ პერსონალურ პროექტებრივად კი კომენტარებშიც კი იყო ისეთი ამბავი რომ მე პირველი დავწერე ნუ პირველ სამ ადამიანზე ფასდაკლება ჩაუშვი საერთოდ სატესტო იყო ეს ლაივი რომ ამ სქემით რომ მემუშავა როგორ გაამართლებდა და ნეტ არ დაეხოცათ ერთმანეთი მეთქი ყველას მოგყიდით დაიცადეთ ისეთი სიტუაცია შეიქმნა და როდესაც ქმნის შენს ბრენდს
მე იცით რას მივხვდი? რა სფეროშიც არ უნდა ვიყო, აი როგორ უმტკივნეულოდ გადმოვედი ქსელური მარკეტინგიდან მენტორობაში, იმიტომ რომ იქვე დავიწყე ამაზე მუშაობა და ამის კეთება და ამისი ჩვენება და არავის არ გაკვირვებია, რომ აი რაღაცა უმტკივნეულო იყო ჩემი გადმოსვლა. აქეთ ამას ისედაც ვაკეთებდი და მენტორობაში, ქსელურში, მაგრამ ისედაც ვიყავი და ყველაზე მთავარი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ შენზეა დამოკიდებული გენდობიან სანდოობას ძალიან ზრდი და როცა ხარ როგორც პერსონალური ბრენდი ადამიანებისთვის, როცა აზრის ლიდერი ხარ, როდესაც უბრალოდ ადამიანები მეუბნებიან, რომ იღვიძებენ და პირველი ჩემს გვერდზე შემოდიან, რომ რა დავპოსტე, რა დაეხმარება თამაში. დღეს ერთმა კლიენტმა მომწერა, რომ თქვენი სახელი და გვარი არ მახსოვდა და chat GPT-ს ვკითხეო და აი სკრინები უნდა დავდო და ეგრე გიპოვეთო და თქვენი კურსი მინდაო და ანუ ეს არის პერსონალური ბრენდი, ხალხო ის კი არ არის რომ რაღაცა იქ გამომკიდებენ და ვარსკვლავად ვეცაზე, ანუ ყველა გიცნობს, ყველა მოყვება და მე აუცილებლად წავიდოდი ამ თემაში, იმიტომ რომ მინდა რომ აი თითოეული მათგანი ადამიანების ამიხვდეთ, მე ჩვეულებრივი დიასახლისობიდან და 24 შვიდზე ქურასთან დგომის შემდეგ შევძელი ეს ყველაფერი და თურმე ჩემში რამხელა რაღაც იმალებოდა და რომ არ მემუშავა ჩემს ბრენდზე, ჩემს ღირებულებაზე, ჩემს ფასეულობებზე, რომ არ დამენახა საერთოდ მასტერობაში რა მინდა, რომელ ხედვაზე საერთოდ არ მიმუშავია, არც ვიცოდი რას ნიშნავდა ხედვა, როდესაც ბრენდინგზე მოვედი. ესე მე არ მეტყველებდი, არც ისიც იცოდეთ რომ ასეც არ მეტყველებდი, ანუ ეს იყო ჩვეულებრივი დიასახლისი. კი, ჩვეულებრივი დიასახლისობიდან დღემდე. ქსელურ ბიზნესში, რომელიც დარეგისტრირდა. всё, ეს იყო მარტო. კი ბატონო, აი ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ბრენდინგით და მე როცა უკვე ამაში სხვა ადამიანებს ეხმარები, ეს საერთოდ სხვა ლეველია, მოდი ამას და თან გამოიმუშავებ სულ მუდმივად და ზრდი შენ შედეგებს, შენ შესაძლებლობებს და აი ძალიან ბედნიერი ვარ. აი შენი კუთხით როგორც ვხედავ ახლა მე ამ სპეციალობას პერსონალური ბრენდის მენტორის პროფესიას, ხო? ვხედავ ესე რომ ძალიან დიდი შესაძლებლობები მოგჩინ, როცა ძალიან რთული ფინანსურადაც, როცა აი მარტო ხარ, ვერ წვდები გადასახადებს, ეს ყველაფერი თან პასუხისმგებლობა გაქვს უამრავი აღებული და არ იცი რა გააკეთო და ფიქრობ უკვე რომ ისევ სამსახურში რო წახვიდე, მე ამ ბავშვებს როგორ მიხედავ, ან საერთოდ რას გააკეთებ და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გაქვს და ადამიანს რო არ გავხარ, აი всё აწერტილი ესეთი და მე როცა უკვე იცვლი, გადაწყვეტ რომ всё შენ გჭირდება ცვლილებები, გინდა ახალი პროფესია, დღეს როგორი ხარ, ხო? ისიც თამთა იყო და ესეც თამთა, რასაც მე დღეს ვხედავ და დღეს ვხედავ მოვლილ ქალს, რომელსაც თავისი თავისთვის ცალია, დრო და ფული აქვს ყველა იმ აქტივობისთვის, რისთვისაც უნდა რომ გქონდეს, იცის როგორ გამოიმუშაოს და ეს იმხელა სიმშვიდეს აძლევს და ეს სიმშვიდე სახეზე იკითხება რა, რომ ადამიანი მშვიდად არის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, იცის, რომ თავისი 1000, 2000, 3000, 5000, 10000 რამდენიც ჭირდება, ხო? გააკეთებს და თან ეს რომ გააკეთოს არის ესე ვთქვათ გატუტუცებული იმ კუთხით რომ 24 შვიდზე კი არ უნდა რომ იმუშაოს, უნდა რომ აგერ ბავშვს ეხა იყვანს და თან აქვს ამის სიმშვიდე ფინანსურადაც უკვე რომ დედიკო მიცის როგორ აკეთოს ფულები და დედიკო მიცის რომ ახლა შეუძლია საერთოდ არც იმუშაოს, იმიტომ რომ თავის გოგოსთან ერთად ამ მნიშვნელოვან ეტაპებს გაიulis და წავა. მიდის აუზზე ცისვენებს და იქაც ჩარიცხობზე მოსდის, იმიტომ რომ თავის დროზე 5 ლარით დარჩა. 5 ლარით დარჩა მარტო და რაც კი ფული ქონდა და არ ქონდა, ყველაფერი გადაიხადა, რომ ეს ცხოვრება ქონოდა და იყიდა ეს პროფესია, იყიდა ესეთი ცხოვრება და დაიწყო ამ ცვლილებების შექმნა. სამაგიეროდ ეს ისეთი ინვესტიციაა, რაც შენ განახორციელე, რომ 1000-ად უკუგებით დაგიფასდება თქო დაჟე ცოტაა. თითოეული ლარი, რაც შენ ჩადებული გაქვს ახლა შენს პერსონალურ ბრენდში, ანუ მარტო სწავლაში კი არა, იქ კონტენტს ქმნიდი, რა ვიცი, რეკლამას უშვებდი, რაღაც იყიდე, ბრენდზე მუშაობდი, ხო? იცოდი სადრას დებდი ბიუჯეტს, იქ ფოტოსესიაში ჩადე, ასე შემდეგ. იცი, რომ აი ეს თითოეული ჩადებული ლარი 1000 კი არა, თითო მილიონს მოგიტანს, ამიტომ ღირდა ამ გზის გავლა. აუცილებლად ღირდა და ეხლა იცი რას მივხვდი, რომ მარტო მე კი არა,
თუნდაც აი ახლა რო ვთქვი რომ აი ნანის სკოლისთვის ესევე მზადები, ანუ შვილებისთვის ეს ძალიან დიდი რაღაც არის ხალხო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როცა თქვენ იცით პერსონალურ ბრენდზე მუშაობა, ეს თქვენი ოჯახებისთვის რამხელა რაღაცას ნიშნავს და თუნდაც ის რომ მე ვასწავლე ჩემ შვილს აი ნანი პატარა გოგოა ხო? და ნანიკო მარიცის რა არის რთული ცხოვრება. ნანიკო ხედავს მხოლოდ იმას, როგორ შეიძლება იყოს ბედნიერი ქალი და ვუქმნის ესეთ სტანდარტებს და ვაჩვენებ ისეთ მაღალ სტანდარტებს ჩემ შვილს, ჩემი პირადი მაგალითით, რომ ის ნაკლებს აღარ დათანხმდება თავის ცხოვრებაში. ყველაზე მაგარი ეს არის ხალხო, რომ მაღალ სტანდარტები მაქვს, ვურცლები მაქვს, იმიტომ რომ არა რომ ხალი მე როგორ დავიზარდე, შენ როგორ დაიზარდე? კი, არა, ხალი რომელსაც თავისი ოცნებები აქვს და ამ ოცნებებს ისრულებს და ჩემი შვილი ამას აქედანვე ხედავს და ამით ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. ხედავს წარმატებულ ბედნიერ დედიკოს, რომელსაც შეუძლია თავის ბავშვს უყიდოს რაც უნდა და გაანებიუროს და ყველაფერი მისცეს აბსოლუტურად და არ არის ამისთვის აუცილებელი რომ დაარჩევ თქვათ იმ ტოქსიკურ ურთიერთობებში. შენ მე ძალიან კარგად ვიცი რამდენი რთული პერიოდებიც გაქვს. ანუ ქალს ყოველთვის უნდა ქონდეს თავისი ესეთი ძლიერი პროფესია და ფული, იმიტომ რომ შექმნას ის ცხოვრება, რომელიც უნდა, ანუ იმსახურებ და ძალიან მიხარია, ანუ ბევრი დრო არ არის გასული და როგორი დიდი ცვლილებებია და წარმომიდგენია 1 წლის შემდეგ, თქვათ აი ამ დღეს უკვე სად იქნები და რამდენად შეცვლილი იქნება შეიძლება ძალიან ბედნიერი ვარ რომ დაიწყე და გახდი პერსონალური ბრენდის მენტორი, იმიტომ რომ ამით შენი ცხოვრება როგორ შეცვალე და შენი ოჯახის, შენი უსაყვარლესი გარემოცვის ცხოვრება და რამდენი ადამიანის ვარსკვლავი გახდები, ვინც გზას გაუნათებს, მზე გახდები და ბევრი ადამიანის რეალობას შეცვლი, იმიტომ რომ შექმნი ისეთ ქალებს, რომლებიც არიან ძალიან რეალიზებულები, მდიდრები და ძალიან აი უსირცხვილოდ კაშკაშებენ და აი ასეთ ტიპებს შექმნი შენი საქმიანობით და უკვე ამისთვის გაქვს შენი პროფესია. всё, სერტიფიცირებული პერსონალური ბრენდის მენტორი, ძალიან ბედნიერი ვარ. მე ძალიან მიხარია. ერთ დროს აი ჩემთვის ყველაფერი შესაძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ მერის მე ვუყურებდი ვარსკვლავს და როდის შეიძლება ჩემს ცხოვრებაში მოხდეს ის, რომ მეც ვაკეთო ესეთი რაღაცები, როგორც ის და დღეს ზუსტად წეღან ვესაუბრებოდი ამაზე, რომ მე დღეს უკვე შენი კოლეგა ვარ. ძალიან მინდოდა მე რომ ეს ასე ყოფილიყო, იმიტომ რომ პროფესია, რომელიც მე აღმოვაჩინე და წვალებით და ძალიან ძვირად მე ეს ყველაფერი შევისწავლე და დავინახე რომ მე რომ აქვს პრაქტიკა და რომ მუშაობ, როგორ ვეხმარები ადამიანებს და რა მაგარ შედეგებს და მე მაშინვე ანუ ვისურვე რომ რატომ ვიყო მარტო მე საქართველოში, ვინც ამ სისტემით მუშაობს და ვინც ამ ყველაფერს აკეთებს და მინდოდა რომ თქვათ მე თუ შემიძლია თვეში ვიმუშაო იმ 10 ადამიანთან, 20 ადამიანთან, ხო ვერ ვიმუშავებ ერთდროულად 500 ადამიანთან, ხო, იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალური მიდგომა აქვს და როცა ინდივიდუალური მიდგომაა, ეს არ არის მასობრივად, რომ ოღონდაც რაღაც 10-ვარიანი კურსები იყიდონ. არა. საკმაოდ ძვირად ღირებული თემაა სტრატეგიაზე მუშაობა, იმიტომ რომ ამ დროს ჩვენ ტვინს ვასესხებთ მართლა ვდებთ და ძალიან ბევრ რამეს ვფიქრობთ, წერთ, ვაანალიზებთ ამ ადამიანში ვიძირებით. მინდოდა რომ ეს მარტო მე კი არ ვაკეთო, იყვნენ ძალიან მაგარი ექსპერტები, პროფესიონალები, იმიტომ რომ მე რო ვიქნები და ჩემ გარდა 10 რო იქნება ასეთი სპეციალისტი, მე რო 10-თან ვიმუშავებ და თვითონ რო 10-თან და 20 კაცთან იმუშავებენ, როგორ შეიცვლება ასობით და ათასობით და მილიონობით ადამიანების ცხოვრება. მარიამი ძირკვაძე ლამაზებო, ჩემი ასისტენტობა ყოფილი შემოვიდა. მარიამ, კაცნი. მარიამს უნდა მოვიწვიოთ ლაივში თან და მარიამს რო შედეგები აქვს კიდევ. ძალიან მაგარია. ხო, მოკლედ აი მიხარია რომ შენ ერთ-ერთი იყავი, ვინც თავიდანვე დაინახე შესაძლებლობა და თქვი რომ ოკეი, მე მინდა და გავხდები პერსონალური ბრენდის მენტორი და გამომყევი და მენდე, იმიტომ რომ მაშინ როცა მე ეს დავიწყე, იყო სულ პირველი ნაკადი, მე ჯერ არ მყავდა გადამზადებული რაღაც მენტორები, როგორც ახლა დღეს შენ მყავხარ და ხალხს ვაჩვენებ შენ თავს რო ნახეთ, როგორი მენტორი, ანუ მაშინ ფაქტიურად საფუძველი იყო ესე ვთქვათ და
არ ვიცოდით ხო რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა და სწავლის პროცესში რამდენ რამეს ვაკვირდებოდით, ტესტავდით, მეც რომ უფრო უკეთესად როგორ ვასწავლო, იმიტომ რომ მე გამომდის. მაგრამ მეორეა რომ მე ვასწავლო თამთას და სხვებს ისე რომ მათ გამოუვიდეთ და მინდა ვთქვა რომ გოგოებმა, ანუ თამთამ და მენტორებმა ისეთი ნამუშევრები დადეს, ისეთი кейსები დადეს, რომ აი ჩემთვის რო ვინმე ნებისმიერს კითხო, ვინ იმუშავა, მე მიმუშავა თუ თამთამ იმუშავა თუ ვინ იმუშავა? ვერ გაიგებ. იმიტომ რომ ეს არის სისტემა, რომელიც ჩვენ ვიცით. და რომელიც ძალიან მაგრად მუშაობს. ასე რომ, ჩამოძვირფასებო, ვინც ახლა გვისმენთ და უყურებთ თამთას ცვლილებას, გზას, ტრანსფორმაციას და ვისაც ასევე გინდათ, რომ შეისწავლოთ ძალიან მოთხოვნადი, ძალიან მაღალანაზღაურებადი, სუპერ უმაგრესი პროფესია, რომ თქვენც გქონდეთ უფრო მეტი თავისუფლება, თქვენ თავზე იმუშაოთ, ბევრი ათასები გამოიმუშაოთ და იცხოვროთ ძალიან ბედნიერად, მათ შორის სადაც გინდათ იქ იცხოვროთ საერთოდ და შეუზღუდავი შესაძლებლობები გქონდეთ. ზუსტად ახლა გაქვთ ეს შანსი, იმიტომ რომ ამ წუთას არის მიღება პერსონალური ბრენდის მენტორების პროგრამაზე, მეორე ნაკადზე და ასე რომ მომწერეთ აუცილებლად სიტყვა მენტორი პროფესია და დაგარეგისტრირებთ უახლოეს ლაივზე, სადაც ამ პროფესიას განვიხილავთ. პროგრამას განვიხილავ, ტარიფებს განვიხილავ, როგორ დაიწყოთ, რის ხარჯზე გექნებათ შედეგი, ყველაფერს აბსოლუტურად განვიხილავთ, ასე რომ მომწერეთ და ეგ არის. თამთა, შენ უღრმესი მადლობა უნდა გადაგიხადო. ესეთი მაგარი ლაივი არ ვიცი, აი ყველა ლაივი ერთი მეორეზე მაგარია ხოლმე, მაგრამ ეს მართლა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და ეს ყველაფერი შენი გულწრფელობის ხარჯზე. მინდა ვთქვა, რომ მადლობა, რომ გაქვთ ეს ღიაობა. დღეს დავპოსტე ზუსტად სტორში დავდე რომ ფიქრობდი რომ რამე მომემზადებინა სიტყვა, მაგრამ რა უნდა მომამზადო, ეს ხო ისედაც ჩემი ცხოვრებაა და ეს ხო ისედაც ასე მოხდა და მოსამზადებელი და შესალამაზებელი აქ ისედაც არაფერი არ იყო, ეს არის ჩემი რეალობა და მოვყევი ის რაც არის და აუცილებლად მინდა აი დაგიტოვოთ ჩემი რჩევა. ყველაზე რთული მომენტიდან რატომ გადავდგი ნაბიჯი რომ თუნდაც ის ბოლო კაპიკები ჩამედო და ეს მოხდა ორჯერ შემოძვირფასებო ერთხელ როდესაც შევცვალე სტრატეგია და მეორედ როდესაც უკვე მოვედი მენტორობის სასწავლად გეტყვით და აგიხსნით იმიტომ რომ მე ყველაზე მაგრად ვაცნობიერებდი ჩემივე დატესტვიდან გამომდინარე და ჩემივე შედეგებიდან გამომდინარე რომ პერსონალური ბრენდინგი ეს არის ძალა, როცა ხარ ბრენდი, როცა შენს პერსონალურ ბრენდს აქტიურებ, შენ ყველაფერი შეგიძლია შემდეგ უკვე აი ზუსტად ისე შეგიძლია როგორც შენ გინდა და პერსონალური ბრენდი არის ის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლითაც ქმნი ისტორიას. და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, გირჩევთ, ვუწევ რეკომენდაციას ვიწყო, იმიტომ რომ პირველი ნაკადიდან გამოვედი და ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი გამოგივათ. თავარია თქვენ მოინდომოთ და თავარია თქვათ, გადაწყვიტოთ, რომ მე შემიძლია, მე გავხდები მენტორი და ფულიც მოგივათ დროც და რესურსებით დამიჯერეთ. აი, ეხლა სანამ ჩვენ ჩართულებ, მეორე ნაკადზე დარეგისტრირებ ნიკო და ნინიკო წერა რომ ჩვენ ლაივს უსმინა და კიდევ თავიდან შეუყვარდა ეს პროფესია ფაქტიურად და ძალიან ანუ უფრო კარგად დაინახა რა არის, რას აკეთებენ და წერს რა სრული მაქვს რომ ქალაქებშიც დავიარო, დიდ ქალაქებშიც, პატარა ქალაქებში და კარდაკარ ვიარო და ხალხს გავაგებინო რა მაგარია ეს საქმეო და პერსონალური ბრენდის მიმართულებით ანუ მართლა მიხარია რომ ამ თემის, ამ იდეის ამბასადორები ხართ და ხდებით და ეხლაც გოგოები ძალიან მაგარი მეორე ჯგუფია, აი მეორე ნაკადი არის ძალიან საოცრად კარგი გოგოები არიან მოსწავლეები, რომ იციან რა, უკვე იციან. თქვენ ისე მოდიოდით, რომ მგონია რომ მარტო მე ვიყავი, მე მიყურებდით და აქედან გამომდინარე და ეხლა უკვე სულ სხვა მდგომარეობაა და რა მაგარი უმაგრეს საქმეს ემსახურებით. აი საოცრად მაგარ საქმეს. ამაზე მაგარი პროფესია რო იყოს, მე იქ ვიქნებოდი. მაგრამ არ არის. არ არის. ასე, თამთა დიდი მადლობა. მე კიდე დავგეგმოთ ჩვენ ლაივები, იმიტომ რომ ძალიან სასარგებლოა და საინტერესოა და ბევრ ადამიანს გამოადგება ეს ყველაფერი. უღრმესი მადლობა წარმატებებს გისურვებ შენს პროფესიულ რეალიზაციაში და ასობით, ათასობით და მილიონობით кейს, იმიტომ რომ ძალიან დიდი მასშტაბი გაქვს და დატკბი შენი მუშაობის პროცესით. მადლობა მერი, უღრმესი მადლობა. მადლობა.
თქვენს ყველას დიდი მადლობა, ვინც ეს ყველაფერი მოისმინეთ და ჩემი კომპლიმენტები თქვენ, რომ ესეც საინტერესო თემებს უსმენთ და ბიზნეს თემებს უსმენთ, იმის მაგივრად, რომ ზოგი ესე უბრალოდ სკროლავს და ზოგი სერიალებს უყურებს და არაფერი. თქვენ კიდე ესეთ მნიშვნელოვან თემებს უსმენთ და ითვალისწინებთ და იყენებთ თქვენს ცხოვრებაში. მადლობა, ძვირფასებო. მადლობა და ნახვამდის.